მოგესალმებით, მე თათაში გულაძე ვარ. ეს გადაცემა Ars Time-ია. დღევანდელ გადაცემაში ქოლგა თბილისი ფოტოფესტივალის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც წელს უკვე 24-ით ტარდება. ფესტივალი წელს დავიწყეთ ცოტა მძიმე გარემოში, საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ვფიქრობდით, საერთოდ ღირდა თუ არა ფესტივალის ჩატარება. მსგავსი ფესტივალების მნიშვნელობა რამდენად ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში კულტურის განვითარებას. ეს გამოფენა დარწმუნებული ვარ ქალაქისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. საქართველოს ზოგადად არის ძალიან დიდი საჩუქარი. დავაჯილდოვეთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები, ესენი არიან დოკუმენტური სერია, ერთი კადრი, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი და მობილური ფოტო. ამ წლების განმავლობაში ისეთი დონის გამოფენები გვაქვს ჩატარებული. თბილისში რომ ძალიან ბევრ დიდ გალერეას შეშურდებოდა. ჩვენი გადაცემის სტუმარია ქოლგა თბილისი ფოტოს დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა. მოგესალმებით, მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ფესტივალი უკვე 24-ით ტარდება, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს და სანამ ისტორიაზე გადავალთ, მინდა რომ წლევანდელი ფესტივალის შესახებ მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს. ხო, ფესტივალი წელს დავიწყეთ ცოტა მძიმე გარემოში, საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე. ვფიქრობდით, საერთოდ ღირდა თუ არა ფესტივალის ჩატარება, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ არ ჩაგვიგდოთ წლევანდელი წელი და გამოვაცხადეთ კონკურსი. საერთაშორისო კონკურსია მოგეხსენება და უამრავი საერთაშორისო უცხოელი ფოტოგრაფიების მონაწილეობას, მაღალი კლასის ფოტოგრაფიდან. იმდენად დიდი იყო მათი მხრიდანაც მოთხოვნა და მუდმივად კითხულობდნენ, როდის იწყებთ, ხომ იწყებთ და შესაბამისად მოგვიწია ამანაც განაპირობა, რომ ჩაგვეტარებია და მათ შორის ის დიდი მასალა დაგროვდა ამ თბილისის პროტესტის, რომ არ გვიდოდა ამ მასალით, ასე ვთქვათ, გვერდის ავლა და გამოვაცხადეთ კონკურსი, მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრი ფოტოგრაფია, სხვა შორის დაახლოებით 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით მონაწილეობა, საერთაშორისო ფოტოგრაფები არიან დაახლოებით საერთოდ მონაწილეთა რაოდენობის 60-70% და დანარჩენი ქართველები არიან. ჟიური მიმუშავა ძალიან ნაყოფიერად, მოგეხსენებათ, მუდმივად ყავს საერთაშორისო ჟიური, მაღალი კვალიფიკაციის. თინა შელჰორნი ჩვენი მუდმივი კურატორი და ჟიურის წევრია. ვინსენტ ჩიანი, რიჩარდ ბრამი, ნაიჯელ დიკინსონი და ვოლგანგ ცურბორნი. ძალიან დიდი შრომა გაწიეს, ნამდვილად 900 ფოტოპროექტი და წაიკითხეს და დაათვალიერეს ძალიან მცირე დროში, დაახლოებით 2 კვირაში და აქედან მოხდა საუკეთესოების არჩევა, რისი გამოფენაც უკვე შედგა 2 მაისს ფესტივალის გახსნაზე, დიდი გამოფენაც გვაქვს ხოლმე და დაჯილდოებაც გამარჯვებულთა დაჯილდოებაც ამავე დღეს შედგა. დავაჯილდოვეთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები, ესენი არიან დოკუმენტური სერია, ერთი კადრი, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი და მობილური ფოტო. ეს მობილური ფოტო ბოლო პერიოდში უფრო აქტუალური გახდა. მობილური ფოტო სხვათა შორის დიდი ხანი უკვე დავამატეთ, რაც თანამედროვე ფოტოგრაფებმა გაემართა ფოტოგრაფია ტელეფონებმა დაიწყეს ისეთი კაი ხარისხის გადაღება და გაშტა მაგის რესურსი, მას მერე მოხდა დამატება, იმიტომ რომ ადამიანები ისედაც იღებენ ამ დავიანთი სმარტფონების რატომაც არ ეცადათ ბედი დაუშვათ კონკურსში მონაწილეობის მხრივ და შესაბამისად ყავს 5 გამარჯვებული, სამწუხაროდ საერთაშორისო ფოტოგრაფები გახლავან და ხო, საკმაოდ დიდი და კარგი გამოხმაურება გვაქვს, ეხლა როდესაც გვაქვს ხოლმე მიმოწერა ამ ჩვენს მონაწილეებთან, რაღაც რაოდენობა რა თქმა უნდა ჩამოდის, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ ძალიან დიდია ეს მონაწილეობა, რომ ყველას უჭირს და დაახლოებით რამდენი ფოტოგრაფი იღებდა მონაწილეობას წელს? აი 700 ფოტოგრაფი. ხო და ეს 700 ვამბობ, რომ ესე ნახო, ციფრი ძალიან დიდია რა და 700 ფოტოგრაფი, 900 ფოტოპროექტია. ნუ ეს არის სასწაული ცხვიდან, რა თქმა უნდა, ძალიან ისე ძლიერი ფოტოპროექტებია, აფსახველია
სოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონფლიქტები იქნება, ეს ეკოლოგიური საკითხები იქნება, თუ სხვადასხვა თემატიკა, ხო სოციალური საკითხები, თუ ასე შემდეგ. აი ისეთი აქტუალური თემები რაც არის, ყველაფერია შეიძლება ითქვას ამ ჩვენს კოლექციაში წლევანდელში. როგორც ყოველ წელს. ანუ კონკრეტულად არ აქვს ხოლმე ხო ფესტივალს კონკრეტული თემა რის გარშემო მოწყობილი. ყოველთვის ვარ წინააღმდეგი რაღაც თემის ირგვლივ მოგეთ თემის მიცემის მონაწილეების რაღაცა ჩარჩო ალბათ მათთვის. ხო, ეს არის ჩარჩო, რომელშიც რაღაცნაირად ხალხი უნდა შეზღუდო, მონაწილეობაც მცირდება და შესაბამისად ინტერესით ნაკლებია. ხო, ესაც ადამიანებს თავისუფალ თემას აძლევთ, მაგრამ განუსაზღრო ნომინაციებს, ხო, რა ნომინაციებში უნდა წარადგინონ თავისუფალი თემები. თავიანთი ნაშრომები, ხო, უფრო დიდია მონაწილეობა და მრავალფეროვანია ძალიან ეს კოლექცია. აი თუ ნახავთ მაგალითად ჩვენ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 16 პროექტი არის გადარჩეული. 96 პროექტი და პლუს კიდე ერთი კადრი და მობილური ერთი კადრი, აი ცალკე ფოტოები. დაახლოებით 150 ფოტო პროექტზე და ფოტოზეა საუბარი და აი ნახავთ ამდენ მრავალფეროვანია. არის კონცეპტუალური ნამუშევრები აბსოლუტურად განსხვავებული რეპორტაჟული სტილისგან და დოკუმენტური სტილისგან და ასევე გვაქვს როგორც თქვი უკვე თბილისში მიმდინარე აქციების სერიების სხვადასხვა ფოტოგრაფიები, როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფების, ასევე ქართველების მიერ გადაღებული. კონკურსის ნაწილზე რაც შეეხება ეს ესეა, ნუ ესე მოკლედ თუ შეიძლება ითქვას, ბევრი შეიძლება ვთქვა ვილაპარაკოთ ამ კონკურსზე, იმიტომ რომ იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად დიდი მასალა არის, რომ მარტო ამ კონკურსის ფოტომასალით შეიძლება ძალიან დიდი ფესტივალის გაკეთება, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ ერთ სივრცეში მოვაქციოთ ეს ყველაფერი და შემდეგი დღეები დაუთმოთ ხოლმე სხვადასხვა მოწვეულ გამოფენებს, როგორც საერთაშორისო ადგილობრივს, როგორც ჯგუფურს, ასევე ინდივიდუალურს. ეხლა მაგალითად დღესაც მივყოფებით ეს გახლავთ იტალიელი ფოტოგრაფის, ეს არის როგორ გითხრათ, ძალიან დიდი ოსტატის მარიო ლასალანტრას გამოფენა, ვინც დაათვალიერა და ვინც დაათვალიერებს მათ ძალიან დიდი ბედნიერება ელისთვის დაათვალიერებს და ვინც დაათვალიერა უკვე დიდი სიამოვნება მიიღო ამ გამოფენით. ძალიან შთამბეჭდავია მისი ეს ჩავთვეთი ფოტოგრაფია და დარწმუნებული ვარ, ვისაც იტალიური ხელოვნება უყვარს, ზოგადად ვისაც იტალიური კინო უყვარს, ხო? ნუ ძალიან მისთვის ძალიან ახლობელი იქნება ამ გამოფენაში წარმოდგენილი ფოტოისტორიების და ფოტოპროექტების ნახვა, ფოტოების ნახვა ზოგადად, ეს ცალკე აღებული, რამდენად ღრმა ავტორი არის, რამდენად კომპოზიციის აღქმა აქვს, რამდენად კინოკადრების ჩვენება შეუძლია ერთ ფოტოში და რამდენად დიდი ოსტატი არის თავის ხელობის. ეს შეიძლება რომ გაგვიზიაროთ აი ეს ისტორიები, რომელიც ავტორს აქვს წარმოდგენილი. როგორ არის იცით ხა აქ რომ დავიწყოთ დღეს ვერ დავამთავრებთ. ამიტომ ჯობია ჩვენ ყოველთვის გვიჩვენია რომ ხალხი ადამიანები მოვიდნენ. აუცილებლად. და ნახონ. იმიტომ იმდენად შეიძლება მე რო ახსნან ჩემი განცდები. აბსოლუტურად სხვა განცდა დაეუფლოს ადამიანს მის დაათვალიერებს. თუმცა ნუ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ხედვა და როგორ დაინახავს ამ თუ ეს ემოციები მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ინდივიდუალურად კონკრეტულად. ეს არის ძალიან დიდი ოსტატი, სხვადასხვა ეს პროექტი როგორ ნახეთ პირველ ეს ავტორი როგორ ნახეთ პირველად ეს ხო ირაკლი ნასიძემ შემოგთავაზა და გვანახა და ძალიან უნდოდა მას ამ გამოფენის გაკეთება, იმიტომ რომ მას უნდოდა თავისი ხელოვნებაც რაღაცნაირად ინტეგრირებული ყოფილიყო ამ გამოფენასთან. ირაკლიმ გააკეთა ძალიან კარგი პერფორმანსი, ეს არის რეინტერპრეტაცია თვითონ ამ ავტორის ესეთი დადგმა ჰქონდა მას მაჯიკო, ანუ მაგია, ესეთი პროექტი იყო, რომელსაც ახორციელებდა იტალიაში ერთ-ერთ ქალაქს სახელი ამახსოვს, სან-ფელიჩე ბოდიში, სადაც ეს ადამიანი ეს კოსტუმირებულ
სანახაობას აჩვენებდა მაგიურს ნამდვილად და ირაკლიმ იმდენად უნდა ამას გაცოცხლება, რომ ჩვენ შემოგთავაზა, მე იტალიის საერთოდ ჩაერთო დაგვეხმარა და რა თქმა უნდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ზურაბ წერეთლის. და ფაქტიურად აი ძალიან ისეთი მცირე ბიუჯეტით მოხდა ამ დიდი საქმის გაკეთება. ეს გამოფენა დარწმუნებული ვარ ქალაქისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის. საქართველოს ზოგადად არის ძალიან დიდი საჩუქარი და პაოლას მის შვილს, აი მარიოლას ანდრას შვილს ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის, რომ აი ძალიან დიდი ენერგია ჩადო იმისათვის, რომ ეს გამოფენა გაკეთებული იყო და რა თქმა უნდა ირაკლი ნასიძე არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ კონტრიბუტორი ამ გამოფენის. სხვა გამოფენებიც გვაქვს, ჩარლს ფორდის ეს რამოდენიმე ლოკაციაზე რო ასეც უთხრეთ პროცესი, ხო, ეს ამ ფესტივალი იხსნება, მე ყოველ მომდევნო დღეს ახალი ღონისძიებები იმართება როგორც საგანმანათლებლო მიმართულებით, ასევე უშუალოდ გამოფენების კუთხით და საგანმანათლებლო ნაწილი უკვე დასრულებული არის, იმიტომ რომ 3 დღე იყო ისე ინტენსიური მუშაობა, პორტფოლიო განხილვები, ვორქშოპები, სემინარები და ასე ვთქვათ ძალიან კმაყოფილებით. კი, ნამდვილად ძალიან ბევრი მნახველიც ყავს ყოველთვის. ხო, რაც თავარია და სხვა გამოფენები გვაქვს, ჩარლს ფორდი არის ძალიან ჩემთვის ძალიან მაღალი დონის ფოტოგრაფი, რომელსაც მე შევხვდი ჰიუსტონში ფოტოფესტივალზე და პორტფოლიო განხილვაზე რომ მოვიდა პირველივე ფოტო როგორც კიდე გვანახა, ეგრევე მოვიწვია ჩვენ ფესტივალზე და ეს არის ქუჩის ფოტოგრაფია ძალიან მაღალი დონის და გამოფენა იმართება ფოტო ატელიეში იგოროყოს ქუჩაზე, გამოფენა ისე გალერეას ქვია ესე. ასევე ძალიან მაღალი დონის ფოტო გამოფენა გვაქვს აღქმა 22 რაც უკრაინის ომს ასახავს, ეს არის ბაირონ სმიტი, ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც გახლავთ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ფოტოგრაფია და ასევე ქართველი ფოტოგრაფის ზურაბ არაბიძის ძალიან სურეალისტული ფოტოგამოფენა, რომელიც იმართება 14 მაისამდე და ყველას ურჩევ რომ ნახოს ეს გამოფენები ორი განსხვავებული შინაარსის, თუმცა რაღაცით ერთმანეთს გავს ეს გამოფენები, თუნდაც აი ექსპოზიციის თავისებურებით. დიახ, სანამ მაქვს საშუალება რა თქვენ ერთად ვისაუბრო, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს მაქსიმალურად დავათვალიერებინო მიმდინარე გამოფენა. ფესტივალი როგორც უკვე 24-ით ტარდება და ძალიან დიდი ისტორიის მატარებელიც არის. თავიდან მინდა რომ გაიხსენოთ როგორ გაჩნდა ეს იდეა, ქონოდა ჩვენს ქალაქს ფესტივალი. რა თქმა უნდა, აი უკვე ჩვენს მაყურებელს რო გითხრათ აი ეს არის რა თქმა უნდა. iko bezდება ხომ აგეტყვით ეს იყო. მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ყოველთვის. 2002 წლის დასაწყისი იყო, როდესაც ჩვენმა მეგობრებმა GPI-ში ეგრეთ წოდებულ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეგრეთ წოდებულ GPI-ში ახალი გახსნილი იყო ფოტოგრაფიის რაღაც კლასი თუ კურსი თუ რაღაც მსგავსი პროგრამა და რაღაც მეგობრები რომლებიც მუშაობდნენ მაშინ და ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტურ კავშირში, ლევან ჯაფარიძე იყო მაშინ პრეზიდენტი, მან თქვა რომ ხوار გაუკეთებია ამ ბავშვებისთვის წამახალისებელი რაღაც ღონისძიება, ну ცოტა ჩემი ფოტოგრაფიისადმი სიყვარული და ამ საქმეში რაღაცნაირად იმ პერიოდისთვის რაღაც გამეგებოდა და ამიტომ გადავწყვიტე და ესე რომ გაუკეთებია, თუმცა ну მალევე მივხვდით რომ გამოვიდოდა ძალიან ესეთი ღარიბი გამოფენა, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ერთ კურსზე რამდენიმე ბავშვია და მათი გამოფენა რა უნდა ყოფილიყო, ну რა თქმა უნდა ყველაფერი ფასეულია, მაგრამ ისეთი სამბეშტავი არ გამოვიდა და ამიტომ იმავე ეგრევე გამოვაცხადეთ მთელი საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში სტუდენტებისთვის ეს კონკურსი დავარქვით ქოლგა და ესე მოყოლ ფოტოგრაფთა კონკურსი ქოლგა. რატო ქოლგა და ქოლგა ერთი რომ თვითონ განათების ატრიბუტია ფოტოგრაფიაში გამოიყენება და მეორე ესე დაცულობის შეგნებას გაძლევთ თუნდაც კუმაში რა ქვია წვიმაში ხო რაღაცნაირად ესე და დღეს უკვე აქციების დროსაც შესაბამისად ესე დაიწყო და მე უკვე მეორე წელსვე უკვე განვითარდა ძალიან მოხსენდა სტუდენტების შეზღუდვა და სრულიად ყველას მივეც საფრთხე რომ მიიღოთ მოწრება და პირველი ეს 7-8 წელი იყო სრული ბუმი
იმიტომ მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები, ბავშვები რა გაგებით, ხო, სტუდენტები და ახალი დაწყებული ფოტოგრაფები გადაღება ვისაც ქონდა დაწყებული ახალი. ყველა იღებდა თითქმის მონაწილეობას. მე არ ვიცი იმ პერიოდში ახალგაზრდა, ვისაც ქოლგაში არ მიიღო მონაწილეობა. ამ გამის იყო ძალიან დიდი მართალია ბუმი იყო და ამან მოგცა ჩვენ საშუალება რომ გაგვივითაროთ თავიდან ვიფიქრეთ რომ რაღაცა გავერთობით ერთხელ ორჯერ კაი სამჯერ ჩავატარეთ და მაგრამ 24-ად უკვე აღარ გეკონათ ხო და იმდენად დიდი იყო ეს ისა რა ქვია ჩართულობა ამ ახალგაზრდების და იმდენად ელოდებოდნენ და გამარჯვებულების დასახელებაზე ისეთი ხდებოდა ხოლმე რომ გეგონდა რაღაცა ასწავლო პრიზებს ვიძლეოდით ხო ძალიან ბევრს ნიშნავს რა თქმა უნდა სტიმულისთვისაც თუნდაც და განვითარებისთვის მართალი გითხრათ ამიტომ გავაკეთეთ მე უკვე საერთაშორისო გავხადეთ საერთაშორისო იმიტომ რომ მარტო საქართველოს მასშტაბით რაღაცა ერთ და იგივეს გაკეთება არ იყო მნიშვნელოვანი და რაღაც ეტაპზე ვერ დასრულდებოდა ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ დაკარგავდა ინტერესი, ხვდებით და ამიტომ გავაფართოვეთ მასშტაბი, უკვე დავამატეთ მე ეს საერთაშორისო კომპონენტი, როგორც კონკურსში, როგორც ასევე ჟიურიში და რა თქმა უნდა, სხვა გამოფენებში. ამ წლების განმავლობაში ისეთი დონის გამოფენები გვაქვს ჩატარებული ჩვენი ფესტივალის ფარგლებში თბილისში, რომ აი ძალიან ბევრ დიდ გალერეას შეშურდებოდა ნამდვილად დაწყებული ანიკა ბრესონიდან დამთავრებული თუნდაც აგერ მარიულასთან და იმხელა უკვე სიან ჩვენი ასე ვთქვათ მოწვეული გამოფენების და ჩვენ ფესტივალში მონაწილეობებისაც აქ მიღებული ისეთ სახელებს აქვს მიღებული რომ ნამდვილად ამის გაჩერება უკვე გონია რომ აღარ შეიძლება და ძალიან ბევრი უცხოელი ყავს რომელიც იღებს ფესტივალში მონაწილეობას თუმცა საინტერესოა გამარჯვებულებსაც რომ ვისაუბროთ ქართველი როდის იყო ამ ფესტივალის გამარჯვებული და კონკრეტულად რომ გავიხსენოთ მისი თემა ქართველები ყავს შარშა მაგალითად დარომ გაიმარჯვა სულაკავმა გაიმარჯვა ერთი კადრის ნომინაციაში შარშა წინ მობილური კადრის ნომინაციაში იყო გამარჯვებული ერთი გამარჯვებული სულ ყავს ხოლმე წელს ისე მოხდა რომ მოკლედ ჟიურიმ ესე გამარჯვებულად არ ამოარჩია თუმცა დარაო სულაკაურის პროექტი იყო წარდგენილი 3-4 საუკეთესო დოკუმენტურ სერიაში და თუმცა ნუ ამჯერად არ გამოარჩიეს როგორც გამარჯვება მაგრამ ნუ დარაო ძალიან დიდი ფოტოგრაფია ჩვენთვის ქართველებისთვის არ გვყავს ბევრი ესეთი მაღალი დონის ფოტოგრაფია თაკუარი რობაქიძე ძალიან კარგი მისი გამოფენაც არის მიმდინარეობს გეოგრაფიკის ეგიდით სტარდება ყავს ამდენიმე ძალიან კარგი და ნუ დარო მათ შორის ერთ-ერთი ისეთია გამორჩეულია და ყავს ხოლმე გამარჯვებულები კი ნამდვილად აი გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა მაგალითად კონცეპტუალ ფოტოპროექტის ნომინაციაში ეს იყო თვალსაჩინო 3-4 წლის წინ კონკურენცია მართლა ძალიან დიდია და თვითონ აი რო გადახედავთ მონაწილეებს ხო ამ ჩვენი ფოტო კონკურსის იმდენად რა ქვია დიდი ასე ვთქვათ სახელი ბევრი სახელი არის რომელიც უკვე მუშაობენ National Geographic-ში მაგალითად Getty Images წევრები არიან იგივე აი Seven Foundation რო თქვი მაგალითად კატეგორიის სააგენტოს წევრები არიან და არიან აი ანუ 100%-ით ფოტოგრაფები არიან ხო ხდებით მათი რეზიუმე მათი შემოქმედებითი ბიოგრაფია სრულად დაკავშირებულია ფოტოგრაფიასთან და გლობალურ ფოტოგრაფიასთან. ეს არის განსხვავებული. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა მაგალითად საქართველოს ჯობია. არა, იმიტომ რომ მათი როგორ ვთქვა ასპარეზია დიდი უბრალოდ. ხო ხდებით ახლა სხვადასხვა სააგენტოს აქვს იმის საშუალება რომ ფოტოგრაფი გაუშვათ ისეთ წერტილში სადაც მისი ინტერესია ქართულ სააგენტოებს თუნდაც სააგენტოს აგულს აი თუნდაც ქართულ მედიას ხო პრესას სადღაც სუდანში რა ხდება ხო არა მნიშვნელოვანი ქართული პრესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესები და მაგის თქმამდე რომ თვითონ ეს რა ქვია გეოგრაფია არის იმდენად შეზღუდული რომ მასშტაბით უფრო იზღუდება და აი საერთაშორისო ფოტოგრაფებს ეს ფუფუნება აქვს რომ ძალიან დიდი არის მასშტაბი და მათი დამკვეთები არიან ძალიან ესე ვთქვათ რეპუტაციული და დიდი სააგენტოები იქნება თუ მედია საშუალებები და ამიტომაც ხდება მათი ესე გამორჩევა თორემ არ ვამბობ რომ ვინმეზე ნაკლები ფოტოგრაფები ყავს უბრალოდ აი ის არის რა ქვია როგორ ვთქვათ
ბაზარი, ასე ვთქვათ, ბაზარი, ეს მოხეშად და ბაზარი არის უფრო გაჯერებული და დიდი არა და უსურვოთ მაშინ ქართულ ფოტოგრაფებს რა შეიძლება ბენმეტნი ყავდეს ეს ფესტივალიც მათ აძლევს სწორედ აი ამ სტიმულს კონტაქტებისთვის არის ძალიან კარგი ურთიერთობის დამყარებისთვის არის ძალიან კარგი ხა ყავს გეთი იმიჯის ფოტოგრაფი ჯარას კლარკი რომელიც ჩვენთან ორჯერ იყო მონაწილეობას იღებდა შორტლისტში მოხდა და ვერ გაიმარჯვა და ისეთი პროექტებია გუშინ ჩაატარა ლექსია თოქი ну აი ხო ხდებით ვისხედით და ესე რა ქვია გაუგნებულები უყურებდით მესამ ფოტოგრაფიულ შემოქმედებას რომელიც ასახავს კონფლიქტებს და ძალიან ძიმე კადრებს სხვადასხვა ისეთი წერტილებიდან რომელიც ჩვენ შეიძლება საერთოდ არ გაგვახსენდეს და დაგვანახებს როგორი განსხვავებულია სამყარო და როგორი სამყარო შეიძლება არსებობდეს ჩვენს მიღმა ხო აი ჩვენი ვარდისფერი სათვალების იქეთაც თუნდაც და ისეთი პრობლემატიკა არსებობს სოფლიოში რომ აი ესეთ რაღაცებს ასახავდეს ხალხი და ნამდვილად დიდი ის არის გმირობაა და ნამდვილად და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაზიარება რა თქმა უნდა როგორც ქართველი ფოტოგრაფების ისე ზოგადად და მაინტერესებს თქვენ რომ გითხეთ ზოგადად მსგავსი ფესტივალების მნიშვნელობა რამდენად ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში კულტურის განვითარებას თუნდაც ფოტოგრაფიას გულისხმობ და ზოგადად კულტურას იმიტომ რომ ეს მხოლოდ ფოტოგრაფიაც არ არის ბევრი რამ მიმდინარეობს ამ ფესტივალზე რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობას საჭიროებს და განვითარებას რა თქმა უნდა ისევ ჩვენთვის აისახება რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სასიკეთად მაგრამ თქვენ რომ უთხრეთ ჩვენს მაყურებელს ჩვენ ფესტივალები ზოგადად კარგი არის მხრივ რომ ადამიანებს შეუძლიათ რაღაცნაირად განიტვირთონ ყოველდღიური ცხოვრებისგან აი ესეთი გამოფენების ნახვა ამის კარგი საშუალება არის და მიგვაჩნია რომ არ უნდა გაჩერდეს ესეთ მსგავსი ფესტივალები და მუდმივად უნდა ტარდებოდეს მიუხედავად იმისა რომ მდგომარეობა არის ქვეყანაში რამდენად ვინმე საინტერესებს ეს გულისხმობ ძალაუფლებაში მყოფ სხვა ჯგუფებს ხო მნიშვნელოვანია რომ ხალხმა ის თავის სულიერი საზრდო კულტურას რაც შეიძლება კულტურით მიღებული ხელოვნებით მიღებული ის მიიღოს და აი ჩვენ ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ესეთი რამე და არ გავჩერდეთ მიუხედავად იმისა რომ არ არის არც განწყობა არ იყო განწყობა არც იყო ფინანსებიც ძალიან შეზღუდული გქონდა ფინანსებთან წვდომა და შესაბამისად აი რაც მოახერხეთ ეს არის თუმცა ნუ მიმაჩნია რომ თუ ბევრი ჩატარდება მსგავსი რაღაცები ალბათ კაი არ ვიცი ყველაფრის მიუხედავად ფაქტია რომ ფესტივალი პირიქით როგორც თქვენ თქვით 10%-ით უფრო მეტი ადამიანი არის დაინტერესებული და გაზრდილია ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ამ ფესტივალს აქვს ალბათ არ ვიცი უთვალავი წელი კიდევ წინ და მინდა გისურვოთ წარმატება და ასევე მინდა გადაგიხადოთ მადლობა რომ დააფუძნეთ ეს ფესტივალი რომელიც უკვე ამდენი წელია ტარდება და ძალიან ბევრ ადამიანს აი სულიერ საზრდოს აძლევს რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად მაშინ როდესაც რაღაც პრობლემებია თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ან პირადი პრობლემები აქვს ადამიანს ეს მათთვის არის ძალიან ბევრი ემოციის მიმცემი. ასე რომ ეს ფესტივალი არ არის მხოლოდ უბრალოდ კარგი ფოტოების ნახვა, ეს არის მნიშვნელოვანი ენერგია, რომელიც ადამიანებს გვჭირდება და ამიტომაც კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. ამისთვის და მადლობა რომ იღებდით გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა. ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც დაგვითმოთ, რომ წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის.